ხანდახან გინდა რომ უბრალოდ ცხოვრებაში სადღაც გადაიკარგო შენს ფიქრებში განმარტოვდე და შენი თავი იპოვო ცხოვრებაში. ხანდახან უბრალოდ სიწყნარი და სიმშვიდე გჭირდება. ყელში ამოგივა უბრალოდ ყველაფერი. გონია რომ ცხოვრება უსამართლოა და შენს თავს ისეთ რაღაცეები ხდება რომ ვერც კი წარმოიდგენდი და ფიქრობ რომ რატომ უნდა იყოს შენ ესეთ მდგომარეობაში. ძალიან ბევრჯერ შეიძლება მოგივიდეს ცხოვრებაში ესეთი სიტუაცია, ძალიან ბევრჯერ. შენი თავის პოვნის სიტუაცია, შენი თავის შეცნობის სიტუაცია. ეს ყველაზე კარგი მომენტია შენთვის რომ განვითარდე. დამიჯერე. ყოველთვის ამნაირ მომენტებს მივდექი შენს ცხოვრებაში სერიოზულად და არ წაყვე დეპრესიულ ფონს. იცოდე რომ ყველაფერი რაც შენს ცხოვრებაში ხდება, კარგიც და ცუდიც შენთვის ხდება, შენი განვითარებისთვის ხდება. ღმერთს შენთვის აქვს გეგმები და თუ დაიჯერებ და მიენდობი ღმერთს, ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ღმერთმა შენ ცხოვრებაში ადამიანის სახით ისეთი ფარველი ანგელოზი გამოგიგზავნოს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ. რომელიც ისე დაგიდგება გვერდში, ისე ეყვარები და ისე მიგიღებს, რომ შენ თვითონაც არ დაიჯერებ ამ ყველაფერს. ესეა ეს. ესე ხდება და ესე მოხდება აუცილებლად. თავარია რომ წმენა გქონდეს და იყო კარგი, სულით ხორცამდე. შენი შინაგანი სამყარო უნდა იყოს კარგი, არ უნდა იყოს ბოროტი ადამიანი, არ უნდა გშურდეს არავისი და ყოველთვის ყველაფერი კარგზე უნდა ფიქრობდე. კონცენტრაცია მოახდინე საკუთარ თავის სიკარგეზე, რომ განვითარდე, იცხოვრე დღევანდელი დღით, ანუ ნუ იფიქრებ 10 წლის მერე რა იქნება, 20 წლის მერე რა იქნება. სიგიჟეა იქ ყველაფერი. უბრალოდ იცოდი რომ ბედნიერად იცხოვრო ერთი დღე, აი გაგითენ და გიხაროდეს, ცოცხალი ხარ, ბედნიერი იყავი. რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს, რაც არ უნდა მდგომარეობაში იყოს შენს ცხოვრებაში, იცოდე რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. არ არსებობს რთული სიტუაცია, ისეთი სიტუაცია და მდგომარეობა, რომელსაც შენ ვერ გადალახავ და ეს ყველაფერი შენი უკეთესობისკენ, განვითარებისკენ არის მომართული სამყაროს და ღმერთისგან, რომ შენ უკეთესი გახდე და განვითარდე. თორე ერთ ადგილზე გაიყინები და დაეცემი და ვეღარ განვითარდები. დაცემულებთან გომა კიდე არავის არ უხარია. სამწუხაროდ, ასე რომ უნდა განვითარდე, უნდა გიყვარდეს შენი ლამაზი სიცოცხლე. და ის ანგელოზი, როდესაც მოვა შენ ცხოვრებაში ადამიანის სახით, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, შეიძლება სიგიჟეთ მიგაჩნდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანები ფიქრობ რომ ღმერთი მაგდენსაც აკეთებს რომ ადამიანების სახით შეიძლება მოგივლინოთ ანგელოზი, ფარველი ანგელოზი, ადამიანი რომელიც მოგცემთ ძალას, ადამიანი რომელიც დაგიდგებათ გვერდში, ადამიანი რომელიც შეიძლება თქვენი ოცნებების ასრულებაში დაგეხმაროთ, ადამიანი რომელიც უბრალოდ შეიძლება უყვარდეთ, უანგაროთ, ადამიანი რომელსაც ენდომებით ისეთი როგორიც ხართ რეალურად. ყველანაირი სიტუაცია შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ყველაფერთვის იყავით მზად. შეუძლებელი ამ სამყაროში არაფერი არის ღმერთისთვის თორემ ადამიანებაც უნდა მოინდომოთ ყველაფერი, რომ ყველაფერი გამოგივა. არასდროს დანებდე, არასდროს. ყოველთვის იბრძოლე შენი მიზნების და ოცნებების ასახდენად. აი დაისახე მიზანი, რომ მაგალითისთვის მოვიყვანოთ, გინდა ახალი ტელეფონი, რომელიც ღირს სიტყვაზე 3000 ლარი სიტყვაზე. იყიდე ეს ტელეფონი, განვადებით იყიდი თუ როგორც იყიდი, ანუ სესხით იყიდი თუ ქეშად იყიდი, არ აქვს მნიშვნელობა. ხო იყიდე. აი რო იყიდი უკვე, რო შეიძენ და უკვე შენია, სანამ შეიძენ ახალი მიზანი დაისახე ცხოვრებაში. უმიზნოდ არასდროს არ იცხოვრო, არასდროს არ იყო უმიზნოდ. სურო არაფერი და არ გაქვს თქვა ნივთის მიმართ მიზანი, იცხოვრე შენი ჯანმრთელობისთვის, რაღაცა თქვა ფორმაში ჩადგომა დაისახე მიზნად, დაისახე მიზნად მანქანა შეიძინო, დაისახე მიზნად სახლი შეიძინო, რაღაცა მიზნად, დაისახე მიზნად რომ იყო ჯანმრთელი. მიზნის გარეშე არ იცხოვრო არც ერთი დღე და დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოგივა და წამდეს გჯეროდეს საკუთარი თავის და ღმერთის და სამყარო არასდროს არ დაგტოვებს მარტო და წარმატებებს გიცურებ ადამიანო.